მოგესალმებით, ეთერშია სენაკის ხმა, ჩვენ კი მისი წამყვანები თიკა კვინიკაძე და ანა ბერულავა ვართ. მეტი შესავალი არ გვინდა, დღეს ჩვენი სტუმრები არიან პროფესიით ფსიქოლოგი თამუნა გრიგოლავა და სკოლის მოსწავლე 15 წლის ლუკა კორთხონჯია. დღევანდელი ჩვენი თემა რა როლს თამაშობს საზოგადოება პროფესიის არჩევისას. ქალბატონო თამუნა, გამარჯობა პირველ რიგში. მაქვს თქვენთან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა ახლა. თქვენი აზრით, რა როლს თამაშობს ოჯახი და საერთოდ საზოგადოება პროფესიის არჩევის დროს? მოგესალმებით, დიდ მადლობას გადაგიხდით მოწვევისთვის, წარმატებას უსურვებ თქვენს რადიოს. მინდა გითხრათ, რომ წარსულში ეს ზეგავლენა ოჯახიდან და საზოგადოების მხრიდან უფრო მძაფრად აღინიშნებოდა, დღესდღეობით მეტნაკლებად ეს ზეგავლენა შემცირებულია. ახალგაზრდები უფრო დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას პროფესიის მიღებაში. ლუკა, მოგესალმები. როგორც წეგან ვახსენეთ, შენ უკვე არჩეული გაქვს შენი პროფესია და შენთან მაქვს ესეთი კითხვა. რამდენად მოქმედებს, ან იმოქმედა შენზე, როგორც თინეიჯერზე, ოჯახისგან ზეწოლა, ანუ როდესაც შემორჩევდი შენს პროფესიას? იყო რამე ისეთ შემთხვევა, რომ მაგალითად დაგაძალეს, ან არ მოსწონდათ? მადლობა, გამარჯობათ, მადლობა დიდი მოწვევისთვის. ჩემზე არანაირი ზეწოლა არ იყო ოჯახისგან და ასევე გარემოსგან. ანუ ჩემი არჩევანი იყო თავისუფალი და არავისგან არ იყო ისეთი პროტესტი ჩემი იმის, რა ქვია, პროფესიის მიმართ. ძალიან კარგი. და ლუკა, რამდენი წლის იყავი, როდესაც უკვე პროფესია აირჩი? დაახლოებით ვიყავი მე-6 მე-7 კლასში, როდესაც პროფესია ავირჩი. და რა პროფესია რომ დააკონკრეტო? კარდიოლოგია, ქირურგობა. ძალიან საინტერესოა და საერთოდ რატომ მაინც ეს სფერო? ანუ როგორ გითხრათ, არ ვიცი. ანუ გააჩნია ადამიანსაც. როდესაც შენ იცი, რომ გულით ეს პროფესია გინდა, მიხვდები თუ რა პროფესია გინდა. და ანუ სხვა ადამიანმა არ უნდა იმოქმედოს შენ პროფესიაზე, როცა შენ იცი რა გინდა, ეს პროფესია უნდა აერჩიო და უნდა გახდე ის ადამიანი, რაც გინდა. და ლუკა, ზოგჯერ ხომ არ გინდება ხოლმე, რომ მაგალითად თავი დაანებო ამ ყველაფერს და რამე სხვა აირჩიო? მიუხედავად სირთულეებისა, რომელიც სწავლის დროს გვაწყდება, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივატოვოთ ეს პროფესია და უნდა ვთქვათ მასზე უარი. ანუ, როდესაც რამე პროფესიას ავირჩევთ, რა თქმა უნდა, ყველა პროფესიაში არის სირთულე და ჩვენ ამის გამო უკან არ უნდა დავიხიოთ. ცნობილი ფაქტია საერთოდ, რომ სამედიცინო სტუდენტები ძალიან დიდი ხანი სწავლობენ. და მზად ხარ ამ ყველაფერისთვის, იცი რაც წინ დაგიდგეს? ყველანაირად მზად ვარ ამისთვის, ვიცი წინ რაც მელოდება და არანაირი დისკომფორტი არ არის ჩემთვის, რომ ამდენი წელი სწავლა მომიწევს პირიქით. ძალიან კარგი არის, რადგან უფრო მეტ გამოცდილებას მივიღებ, უფრო მეტ იმას, რა ქვია, ცოდნას მივიღებ და უფრო კარგი იქნება და უფრო მზად დავხვდები ჩემს პირველ სამსახურს. ქალბატონო თამუნა, თქვენ რატომ და რა ასაკში გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ფსიქოლოგი და იყო თუ არა არჩევანი თქვენი? ძალიან საინტერესო შეკითხვაა, საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ძალიან აქტუალური პროფესიის არჩევა. არჩევანი ყოველთვის უნდა იყოს შენ უნდა გინდოდეს ის პროფესია, რა პროფესიასაც ირჩევ. არჩევანი იყო მიუხედავად იმისა, რომ მე მოვდივარ ფსიქოლოგების ოჯახიდან, მე მამაც ფსიქოლოგი მყავდა და დედაც ფსიქოლოგი მყავდა, არც ეთისგან არ იყო მითითება იმისა, რომ მე გამხდარიყავი ფსიქოლოგი. ანუ არჩევანი იყო აბსოლუტურად ჩემი, მე გადავწყვიტე და ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს განაპირობებს იმას, რომ მე დღეს ავნანობ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ვემსახურებ იმ საქმეს, რომელიც ჩემთვის ყველაზე საყვარელია. ქალბატონო თამუნა, რა შედეგები მოყვება, როდესაც არჩევანი არ არის შენი და სხვა გიწყვიტავს შენს პროფესიას? მადლობა შეკითხვისთვის, საინტერესო შეკითხვაა. ხშირ შემთხვევაში სავალალო შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ, რადგან ყველა ადამიანმა უნდა აკეთოს ის, რაც მას სურს, იყოს იმ სფეროში, რაც მისთვის არის საინტერესო და საყვარელი. ძალიან ხშირად ახალგაზრდები, რომლებიც თვითონ არ იღებენ გადაწყვეტილებას, რა პროფესია აირჩიონ, პროფესიის დაუფლების შემდეგ ფრუსტრირებულები ხდებიან, არ იციან
რა მიმართულებით განაგრძონ ცხოვრება და ძალიან ცოტა პროცენტი თუ შეძლებს ყველაფრის თავიდან დაწყებას. ამიტომ მე ვურჩევ მშობლებსაც და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც უხეშად ერევიან არჩევნის პროცესში, გაუწიონ მხოლოდ და მხოლოდ მიცემ მხოლოდ მითითებები და აფიქსირონ საკუთარი აზრი და არ შეუშალონ ახალგაზრდას გააკეთოს თავისი არჩევანი და აირჩიოს ის საქმე, რომელიც მას მომავალში მოუტანს დაკმაყოფილების შეგრძნებას, სიამოვნებას და წარმატებას. და ქალბატონო თამუნა, თქვენ თუ ჩაერით თქვენი შვილის პროფესიის არჩევისთვის? ჩემი შვილი გახლავთ 21 წლის, არის პროფესიონალი მოცეკვავე. მისი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მისი და თავისუფალი, არ ჩავრეულ ვარ და საერთოდ არ მიმიღია მონაწილეობა. მან თვითონ გადაწყვიტა თავისი არჩევანი 16 წლის ასაკში და ის არის ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ აკეთებს იმას, რაც მას სიამოვნებას ანიჭებს. რას ურჩევთ მშობლებს, რომლებიც ცდილობენ თავიანთ შვილებს აურჩიონ პროფესია? დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მშობელს უნდა საკუთარი შვილის კეთილდღეობა და მხოლოდ ამ მიმართულებით ერევა, მაგრამ ჩემი ძალიან დიდი რჩევა იქნება, რომ უფრო მეტად მოусმინონ საკუთარ შვილებს და უფრო მეტად იზრუნონ იმაზე, რომ შვილები იყვნენ ბედნიერები, ვიდრე თვითონ ისინი იყვნენ ბედნიერები საკუთარი შვილის არჩევით. და ლუკა, შენ რას ურჩევდი შენ თანატოლებს? ჩემ თანატოლებს ვურჩევდი, რომ არ მოусმინონ სხვას, ის უნდა გააკეთონ ის, რაც მათ სურთ და რაც არის მათ გულში და უნდა იცხოვრონ ისეთი ცხოვრებით, როგორცაც ფიქრობენ, რომ არის სწორი და ისეთი ცხოვრებით, ანუ როგორიც არის კარგი. ასევე უნდა ქონდეთ კომუნიკაცია თავიანთ მშობლებთან, თანატოლებთან და ყველა ადამიანთან მათ გარშემო და უნდა აუხსნათ თითოეულ მათგანს თუ რა სურთ მათ და როგორი უნდათ რომ მათი მომავალი იყოს. მადლობა მობრძანებისათვის და ასევე ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო თემაზე საუბრისათვის. იმედი მაქვს რომ თქვენს რჩევებს გაითვალისწინებს ჩვენი მსმენელი. მადლობა მსმენელს ჩვენი მოსმენისთვის. დღეს ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახოვდა და მომავალ შეხვედრამდე.